დევაჰანი მოგზანდეთ იცი შენი გემოვნებით მოვუწებ მართლა ასეა არ ვიცოდი გმადლობთ დავიწყოთ გონი დროა ბოდიში მომიხადო ხომ ასეა არა მე არ მეთქვამს ბოდიში უნდა მოგიხადო მეთქი გითხარი შენთან საუბარი მინდა მეთქი ილოცავთ ჩემალბეი თან დამნაშავეა თან შედევაზე გადმოდისო ამ გამოთქმის მნიშვნელობას ალბათ ხვდებით დიახ ასეა ვახშამი მოგვიტანეს გმადლობ გემრიელად მიირთვით ნელა მოდალი ზედმეტი დოზის შემდეგ არ გახსოვს რას აკეთებ თითქოს ახლოს მიცნობ დიახ კარგად გიცნობ მართლაც ახლოს გიცნობ მითხარი როგორი პიროვნება ვარ კარგი ხორცეული გიყვარს ასევე ბადრიჯნის სალათა ყვავილებიდან ვარდი კვირის დღეებიდან ხუთშაბათი გიყვარს ცოტა მეოცნებე ხარ უფლის გწამს გჯერა რომ თუ სთხოვ ყველაფერს მოგცემს წყლის გეშინია ცურვა არ იცი გაბრაზებისას წამწამებს ზემოთ წევ ტუჩზე ხშირად იკვენ ხოლმე როდესაც ღელავ და გცივა ხელები გიწითელდება და კიდევ ძილში ლაპარაკობ ჩემ შესახებ ინფორმაცია მოაგროვე? ხომ გითხარი ახლოს გიცნობ მეთქი, მაგრამ შენ მე არ მიცნობ. ხომ ასეა? ვიცი რომ ზაფერი დედა შენია. ისიც ვიცი რომ ვიღაც კაცის გამო მიგატოვათ. ისიც ვიცი როგორ იტანჯებოდი. ესე იგი გაიგე. მაგრამ ჩემი ისტორია მას შემდეგ იწყება. თუ გინდა მოგიყვები. უკაცრავად უნდა ვუპასუხო, შესაძლოა მნიშვნელოვან საკითხზე მირეკავენ. ალო, გისმენ ვეფა, ძმაო, სასწრაფოდ უნდა დაგელაპარაკო. თუ მნიშვნელოვანი არ არის, მოგვიანებით დაგელაპარაკები, ახლა დაკავებული ვარ. კარგი, მოგვიანებით დაგირეკავ. მოდი აქ. რას აკეთებ? წამოდი. ფეხი გადმოადგი. ამდენი ხანი როგორ გვიმალავდი? რატომ არ გითხარი რომ დევა საქმრო იყავი? რატომ არ გითხარი? შემეშინდა.
ნუ თუ არ იცით ეს როგორი ადგილია, შემეშინდა. მასთან აღარაფერი მაკავშირებს. მართლა არაფერი მაკავშირებს. ისე ვიტყუები არა? აქ ზაფერმა გამოგაგზავნა ხომ ასეა? შენ მისი ძაღლი ხარ, ჯაშუშად მანაგირჩია? რა გითხრა? რა დავალება მოგცა? რა გითხრა? რა გითხრა? დევა შენი გახდებაო? რა გითხრა? ყველაფერი უნდა მითხრა. ყველაფერი დეტალურად უნდა მითხრა, გასაგებია? გულჯემალის მოსვლამდე ყველაფერი უნდა მომიყვე. ჩემი ხომ გესმის, თორემ ყველაფერს გულენდამს მოუყვები. ყველაფერს. გესმის? წავალ და ყველაფერს მოუყვები. გესმის, რას გელაპარაკები? ვერ ეტყვი. რას ამბობ? ვერ ეტყვი. ვერაფერს ეტყვი. მასზე შეყვარებული ხარ. სულელი ხომ არ გონი ვარ. რა სისულელეს ბოდავ. გონია ვერ ხედავ ჩემს ცოლს როგორ უყურებ. გულენდამი ჩემი ცოლია. ჩემზეა შეყვარებული. მუცლით ჩემს შვილს ატარებს. იმ ბავშვის იმედი გაქვს არა? იმ ბავშვის იმედი ნუ გაქვს. გულჯემალს სიმართლეს ვეტყვი და ცოცხალს არ დაგტოვებს. მე მოვკვდები. მაგრამ იცოდე იმ დღეს მხოლოდ მე არ მოვკვდები. მხოლოდ მე არა. მე მუქრები? რატომ უნდა დაგემუქრო? სიმართლეს გეუბნები. ხალი ავად არის, გესმის? თანაც ფეხმძიმე და შენც კარგად იცი რომ მას ახლა სითბო და სიყვარული სჭირდება. შენი აზრით გულენდამი მიტოვებას ხელის სკორას გადაიტანს? იცოდე თუ მე მომკლავ გულენდამიც მოკვდება. ყოველივე ამის მიუხედავად თუ შენსას არ მოიშლი წადი და გულჯემალს ყველაფერი მოუღები. მიდი. დედა ჩემმა მიგვატოვა და მუსტაფა ფეჰლივანს ცოლად გაჰყვა. რატომღაც მჯეროდა რომ ერთ დღეს დედა ჩემი უკან დაბრუნდებოდა. არ დაბრუნდა. მის ლოდინში ღამეებს ვათანებდი. მოუთმენლად ველოდებოდი. დაახლოებით 1 წლის შემდეგ ერთ დღეს ყველანი პიკნიკზე წავედით. იმ დღეს როდესაც ფრანი დაკარგეთ. შენ რა იცი? გულენდამა მიამბო. ხო, იმ დღეს. დედა ჩემის ქმარი მუსტაფა ფეჰლივანი მამა ჩემთან მისულა და ფოტო უჩვენებია. ფოტოზე დედა ჩემი და თვითონ არის. დედა ჩემი არმაღანზე ფეხმძიმედ არის. ბედნიერი ოჯახის ფოტო. ფოტოზე დედა ჩემი ისე ლამაზად იცინოდა. იცი მამა ჩემის სიკვდილში ყოველთვის მის სიცილს ვადანაშაულებდი. პასუხისმგებლობას იმ სიცილს ვაკისრებდი. ის სიცილი გახდა მამა ჩემის სიკვდილის მიზეზი. მამა ჩემმა თავი რომ ჩამოიხრჩო, ხელში ის ფოტო ეჭირა. ვიზიარებ. გმადლობ. არმაღანს რატომ არ უთხარი? მას ისევ გონია რომ თქვენ მამამისის შვილები ხართ. ვერ ვუთხარი.
იმ საღამოს, როდესაც მამაჩემი მოკვდა გიჟივით გავრბოდი. თვალწინ სულ ის ფოტო მედგა. დედაჩემის სახლამდე მივაღწიე. კარი მუსტაფა ფეჰლივანმა გამიღო. დანა გულში დავარტყი. არ მაღან სწორედ ამიტომ ვერ ვუთხარი. დაფიქრდი, რომ იცოდე, რომ მე მოვკალი მამა შენი, რომლის სახეც ერთხელაც არ გინახავს. მაპატიებდი? მაპატიებდი? რომ იცოდე, რომ მამა შენის მკვლელი ვარ, შემიყვარებდი? შემომხედავდი, თვალს გამისწორებდი? არ შემოგხედავდი. ასეა. მე არ მეთქვამს, თუმცა დედაჩემმა უთხრა, რომ მამამისის მკვლელი მე ვარ. ეს იმ დღეს მოხდა, როდესაც თქვენ წახვედით. ახლა ზედაც არ მიყურებს. ვეზიზღები. შემდეგ სასჯელის მოხდის პერიოდი დაიწყო. 4 წელი ბავშვთა კოლონიაში ვიყავი. იქ სადაც წიგნით კბილი პორტოხალი იპოვე. ასეა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისევ ბურსაში დავბრუნდი, რათა დედაჩემი მენახა. მაგრამ უარესი სიტუაცია დამხვდა. ვეზიზღებოდი. მითხრა გაეთრე აქედან წადიო. თვალით არ დამენახო ქვეყნის დასალიერში წადიო. და ასეც მოვიქეცი. გულენდამთან ერთად სტამბოლში წავედი. ჩვენი ვეფა იქ გავიცანი. ქუჩაში ერთად ცხოვრობდით. ქუჩაში? ასე გიჭირდეთ? შემდეგ 7-8 თვე ქუჩაში ვიყავით. ღამეს ხანს სად ვათევდით, ხანს სად. ერთ დღეს ერთ ქალს შევხვდით. ლედი მოგვიტანა ჩვენთვის, პურიც კი მოეტანა, შუაში ყველის ნაჭერიც კი ჩაედო. ვინ იყო ის დიცულოვანი ქალი? იცი, მეც იგივე ვთქვი. ვინ არის დიცულოვანი ქალი მეთქი? მითხრა, მე იმ ბავშვების დედა ვარ, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ. გარა მქვიაო. დედა გარა. დედა გარა. იცი ვიცოდი. მისი გაცნობის დღიდან ვიცოდი, რომ ის ქალი ძალიან კარგი და კეთილი ადამიანი იყო. ის ჩემთვის ჩემთვის ყველაფერია. ჩვენთან რამდენჯერმე მოვიდა, გვინახულა. იმ დღეს ისეთი სიცივე იყო, გულენდამი ავად იყო დედაგარამ თავის სახლში, პირველად მაშინ წაგვიყვანა. თვითონაც ღარიბულად ცხოვრობდა, ძველი უბნის ერთ-ერთი ქუჩის სარდაფში. იმ დღის შემდეგ ღამეს ქუჩაში აღარ ვათანებდით. მისი მადლობელი ვარ. მაშინ საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი. ჩვენს უბანში ძმა ჰევჯერი ცხოვრობდა, გემზე მუშაობდა. გემზე? ხო. მისი დახმარებით კრუიზის გემზე მუშაობა დავიწყე. ანუ ქვეყნის დასალიერში წახვედი? ხო. უამრავი ქვეყანა მოვიარე. ჯერ სამზარეულოში ვიმუშავე, სიმპათიური ახალგაზრდა ვიყავი, ჯერ კომიშეფი ვიყავი, შემდეგ მიმტანი. 4 წელი ვიმუშავე. რამდენიმე ენა ვისწავლე, უამრავი ხალხი გავიცანი. ახალი ცხოვრება, ახალი გამოწვევები, ახალი ისტორიები. ცხოვრება რა სასიამოვნო ყოფილა მეთქი. რომ გითხოთ, შენ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი როდის იყო, გიპასუხებ, იმ წლებში მეთქი. ასე იყო. ახლა
ახლა ძალიან მდიდარი ხარ. Çok zengin Ama bir sen- adamsın. გაინტერესებს წისქვილის ქვას რა წყალი ატრიალებს. მივხვდი? მოგზაურობის პერიოდში ერთი პიროვნება გავიცანი. ძალიან დიდარი კაცი იყო. მე ის გადავარჩინე. O da sana სანაცვლოდ ფული მოგცა? არა, ფული არ მოუწია. შესაძლებლობა მომცა რომ მემუშავა. კაც არავინ ხავდა, ცოლშვილი არ ხავდა, მამობა გამიწია. გზაზე დამაყენა, ცხოვრება მასწავლა. ყველანაირი შესაძლებლობა მომცა. რა კარგი ადამიანი ყოფილა. თლად ასეთიც არ ყოფილა. ახლა სად არის? sen bana ეს ყველაფერი რატომ მომიყევი? თავის დროზე გაიგებ. Evet devam. დევაჰანიმ წამოგძანდით. Şerefsiz haysiz. თავხედი. Bir de თვალს მისწორებს და ლაპარაკობს. უფალო გთხოვ გამაძლებინე. უფალო გთხოვ გამაძლებინე, თორემ ამას ნამდვილად ვერ გავუძლებ. სად მივდივართ? გაინტერესებს? ხო, რაღაც მინდა გაჩვენო. benim დღისით ხომ ამ ცხენზე ვიჯექი. gündüz bindiğim at. მოდი ჩემთან. Adın რა ne ქვია? senin? Adın მისი სახელი ჩემთვის არ გითხვამს. ქანათი ქვია. ქანათი? ქანათი. neden kanat? იცი ქანათი რატომ დავარქვი? რატომ? Çünkü იმიტომ რომ ეს ლამაზი გოგონა დაფრინავს. ფრინავი ცხენია. დღეიდან ის უკვე შენია. Sen benim ჩემი სურვილები წაიკითხე? uçan bir atım მინდა რომ olsun ფრინავი ცხენი მყავდეს. istiyorum. İbrahim babanın ახლა გასაგებია, საიდან გაიგე მამა იბრაჰიმი ჩემი ნამდვილი მამა რომ არ არის. devam. დევა. ჩემი ისტორია გიამბე. ვიცი ბევრი რამ გადავიტანეთ, მაგრამ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. Yeniden tanışalım. ერთმანეთი თავიდან გავიცნოთ. Kanatı da ქანათი ჩვენი ახლად გაცნობის საჩუქრად მიიღე. yeniden თავიდან გაგიცნობ და რა მოხდება? ჩემ გვერდით იყავი დევა. Zafer Hanım'a ზაფერ ჰანიმის წინააღმდეგ ერთად ვიმუშაოთ. marka kuralım. ახალი ბრენდი შევქმნათ. Güzel iş. მინდა რომ ერთად ნაყოფიერად ვიმუშაოთ. Zafer Hanım, გინდა რომ her şeyi ზაფერ ჰანიმის წინააღმდეგ ძალები გააძლიერო? annenin დედა sonra შენზე sen ჯავრი იყარო? acısını çıkaracaksın. ის ფიქრობს რომ ყველა და ყველაფერი დავკარგე. შენ დაკარგე, არმაღანი დავკარგე. Ben de მინდა მას დავანახო რომ ეს ასე არ არის. Benim için değil. ანუ ჩემ გამო არა. Bir baksana. შემომხედე, Bir bak. თვალებში ჩამხედე. Ben de მე დევა ვარ. benim bir kalbim, მე გული მაქვს. bir gurur. თავმოყარეობა მაქვს. Benim de bir იცი hikayem მეც var. ჩემი ისტორია მაქვს. Sen beni შენ მე გული მატკინე. eziyet matsqenine. ettin bana. Haksız ბრალი yere ჯაშუშობაში დამდე. suçsuz olduğum ortaya çıktığı halde ჩემი უდანაშაულობა გაირკვა. შემხვდი შენი ისტორია მომიყევი. გულჯემალ, bak gerçekten მართლა ძალიან hoşuna მწუხარ giden იმის her გამო, şey için çok რაც özür თავს dilerim. გადაგხდა, Ama senin მაგრამ ჩემთვის ბოდიში უნდა მოგეხადა. ben böyle მე uçan ვახშამი, atlar, კაბები, yerlere ცხენი falan
მსგავსი რაღაცები არ მინდა. Özür istiyorum. მხოლოდ ბოდიშის მოხდას ვითხოვ. Gözlerimin içine Gesmis? baktım. Ama öyle Tuale insafsızca, gamisore. kitapsızca. და ყოველგვარი ანგარების. ინტერესის გარეშე ბოდიში მომიხადე. Ama ben bugün anladım zaten. დღეს მივხვდი, რომ დევა შენთვის ერთი რიგითი დიზაინერი გოგონაა, Senin için annenle olan savaşında kullanacağın რომელსაც დედა შენის წინააღმდეგ გამოიყენებ. tasarımcı bir kızdan başka bir şey değil. მაგრამ ეს benim ჩემი ბრძოლა არ savaşım- არის, გესმის? Anladın mı? Ben senin მე შენი შურის ძიების ნაწილი არ ვარ. Yok ben არა, მეც ვეღარ მოვითმენ. abi ben bir şey öğrendim. ძმაო, რაღაც გავიგე. Bu Mert denen მერთის ყოფილი საცოლე დევა ყოფილა. სოფელში დაბრუნება მინდა. უკან წამიყვანე. დილით ადრიანად დავბრუნდებით. დევა. Özür ბოდიშს გიხდი. Sana უსამართლოდ მოგეკეცი. zorlu. ჩემს სახლში ჩაგკეტე. Bu büyük ვაღიარებ, დიდი შეცდომა დაუშვი. babana მამა შენს ზიანი მევაყენე, ესეც დიდი შეცდომა იყო. ვიცი, უსამართლოდ მოგეკეცით. Adaletsiz. შემდეგი არ დაგიჯერე. Sonra მიუხედავად იმისა, რომ უდანაშაულო ვიყავი და hiç suçuna დაგკარგე. sana inanmadım. ყოველივე ამის გამო ბოდიშს გიხდი. Bütün bu olanlar için özür dilerim. ვალდებული არ ხარ, რომ ჩემთან ერთად იმუშაო. Tüm işler. მართალი ხარ, ეგოისტურად მოვიკეცი. Bak. ეს შენი ბრძოლა არ არის. Çalışmak zorunda değilsin. მეორეს მხრივ ფიქრობ, მოვლენები ასე რომ არ განვითარებულიყო, რა მოხდებოდა, მაგრამ Bu senin მაგრამ savaşın. სახლში უშენოდ სიცარიელია. Ama bir yandan da düşünüyorum. ასეა. Hani böyle olmasaydı nasıl olacaktı ki? უშენოდ თითქოს ყველაფერმა აზრი დაკარგა. Ama ev sensiz ამიტომ olmuş. მინდა მაპატიო. Öyle işte. მაპატია. Yok benim არა, sizden olup gitmem. აქედან უნდა წავიდე. Bu ne kuracak? რა სიკულებ ვეფა. ხმა ჩაიკმინდე ნურავის ნურაფერს ეთყვი. Ama söylersen ვერავინ მიშველის თუ ეთყვის. bana bir ბეგეგმა მჭირდება. ეს რა კოდია? ამერიკის ყოფილა. რა ხდება? რა ხდება? გულენდამ. მხოლოდ 5 წუთი. კიდევ რა გინდა? გამაგებინეთ რა ხდება? ადამიანის ბედის წერაში სამი რამ ყოფილა ცნობილი გულენდა. დაბადების დღე,
სიკვდილის დღე და ასევე თუ ვიზზე დაქორწინდები. ეს ბედის წერაა. შუბლზე ეს გაწერია. ხომ იცი ამ ქვეყანაზე მხოლოდ ორი კაცი არსებობს, რომელიც შენი თვალიდან გადმოვარდნილი ცხრემლის გამო მთელ დედამიწას ფეხზე დააყენებს. ერთი გულჯემალი და მეორე მე. ეს გამომართვი. არა ვერ ავიღებ. დედა შენისგან მხოლოდ ეს დაგრჩა. მართალი ხარ. 7 წლის ვიყავი, როდესაც გავიკეთე. 7 yaşında. ლოცვა არსებობს, რომლის სიძლიერის წყალობით Dedi ki oğul არასოდეს დაიკარგები. bu dünyada hiç kaybolmayan gök ეს დედის ლოცვა. bir dua vardır. შენ მაინც გქონდეს. ის დაგიცავს. Bir gün ben olmam. დედა ჩემთან უკანასკნელი შეხვედრა ყოფილა. Bu seni ის წავიდა, მისი ლოცვა კი დამრჩა. O benim annem. შენთვის მოსაცემი სხვა არაფერი მაქვს გულენდამ. თუ რამე გაქვს, შენმა ძმა მოგცა. Gitti. Duası. მინდა ის ერთადერთი რამ მოგცე, რაც მე გამაჩნია. დედა ჩემის ლოცვა. Benim sana verebilecek bir şeyim yok Bülent. ძალიან მინდა. Neyim var sana გამომართვი. zaten. Ben sana გამომართვი და ქორწილის საჩუქრად ჩათვალე. Anam შენატარე. აიღე. და ამის შემდეგ შენ დაგიცვას ისევე როგორც korusun, მე მიცავდა. შენთან იყოს. ჩემმა ძმამ ვეფად ყოლად არ დაგარქვა, რაც მეგობრის ფასის ცოდნას ნიშნავს. შენც კარგად იცი, რომ მას ახლა სითბო და სიყვარული სჭირდება. შენი აზრით გულენდამი მიტოვებას და ხელისყვრას გადაიტანს? Yine terk edilmek. დაფიქრდი. იცოდე თუ მე მომკლავ, გულენდამიც მოკვდება. Eğer beni იცოდე თუ მე მომკლავ, გულენდამიც მოკვდება. როგორ მოვიქცე? როგორ მოვიქცე? გოგო, მოდი აქ. ეს რა ყველია? როგორ დაგიდიეთ,ახლავე აიღე. ყველაფერი უმაღლეს დონეზე უნდა ყოფილიყო. დიახ, ქალბატონო. ეს გადასაფარებელია, სერადომ არის. ბოდიშ გიხდით, ახლა ვეგავასწორებ. ალეო, Bittim ben mahvoldum. დავიღუპე, ჩემი ვინაობა გაიგეს. რას ამბობ? გითხარი გაიგეს ვინ ვარ მეთქი. ვეფა რომ არის გულჯემალის მეგობარი, მან ყველაფერი იცის. იცის რომ დევა საქმრო ვიყავი, გესმის? ჯანდაბა ის არ გაჩერდება. გულჯემალს ეტყვის. შენი ვინაობა თუ გაირკვევა, შენი სახით მაგ სახლში ჯაშურს დავკარგავ. მაშაყირე, გაიძახის მაგ სახლში ჯაშურს დავკარგავო. მაშაყირე, ასე მშვიდად როგორ ხარ? მითხარი, მე რა მეშველება? როგორ გაიგო? ჩანაწერები შევაცვლევინე. არ ვიცი, ჩემი ძველი ტელეფონი მათ ჰქონდათ. ალბათ ბლოკი მოხსნე, ზუსტად არ ვიცი როგორ გაიგეს. მართლა სულელი ხარ. შეიძლება გულჯემალს უთხრა კიდეც. თელეგრამი არ მეძინა, ველოდებოდი, ალბათ მოვლენ და სადმე წამიყვანენ მეთქი. ჯერჯერობით არ ჩანან. რადგან ცოცხალი ვარ, ესე იგი ჯერ არ უთქვამს. შესაძლოა ჩემმა სიტყვებმა დააფიქრა. და რა უთხარი? Beni öldürürsün. მე თუ მომკლავ გულენდამი ამას ვერ გადაიტანს მეთქი. ვიცი, ვეფა გულენდამ სამტკივილისთვის ვერ გაიმეტებს. რადგან ვეფას გულენდამი უყვარს. მასზეა შეყვარებული. მე მაინც მზად ვარ ბილეთი ვიყიდო. გულჯემალს თუ ეტყვის, დღესვე ავორთქლდები. ვეღარასოდეს ვნახავთ. თქვენ კი თავში ქვაგეხლიათ, რაც გინდათ ის მოიმოქმედეთ. არა, ვერსადაც ვერ წახვალ. გულჯემალი მაგ სახლში დევასთან ერთად დაბრუნდება. გესმის ჩემი? როგორმე ვეფა უნდა გააჩუმო. ცოტა ხანში გამოვალ. მან შევხვდებით. Görüşürüz.
გისმენ ვეფა. Söyle Vefa. ძმა უნდა დაგელაპარაკო. Konuşmam lazım. ცუდი ხმა გაქვს მოხდა რამე? Bir şey mi oldu? მთელი ღამე არ მძინებია ძმაო. ალბათ ამიტომ. ძუხელ რაღაც მომწერე, შემდეგ წაშალე, რა ხდება? შეტყობინების სახით არ უნდა მომეწერა, ამიტომ წავშალე. გისმენ, მითხარი. დილა მშვიდობისა. ვინმესთან ერთად ხარ? დევასთან ერთად ვარ. შეხვდით? Konuştunuz mu? ერთად დაბრუნდებით? არა მგონია. ჩემმა საუბარმა არავითარი შედეგი არ გამოიღო. მითხარი რა უნდა გეთქვა? Yüz yüze konuşuruz. გნახავ და გეტყვი, პირისპირ შეხვედრის დროს გეტყვი ძმაო. კარგი, შუა დღის შემდეგ სახლში ვიქნები და ვისაუბროთ. ახლა რა გავქნა? როგორ ვუთხრა? Bir saate ერთ საათში მამა შენის გვერდით იქნები. სოფელში არ მივდივარ. დევა ნეკაშოღლო ვარ. გულჯემალ შაჰინი. ჯემალ ბეი? გულჯემალი. Ne değişik. რა უცხო სახელია. აქამდე არ გამიგონია. ნუ ღელავ, სულ მალე ხშირად გაიგონებ. bakalım. ვნახოთ სახელს ამართლებ თუ არა, მართლაც დარდის წამალი ხარ თუ არა. გიყურებ და ისეთი გამომატყველება გაქვს, მთავარი სადარდებელი შენ უნდა იყო. არასწორი შეფასებაა. საიდან ვიწყებთ? ერთ საათში მნიშვნელოვან თათბირს უნდა დავესწრო. თუ ასეა დროზე წავიდეთ. არ ველოდებოდი თქვენც თუ აქ ნახავდით. თავიდან თავს ვიკავებდით, მაგრამ ფონდი ფაქას ჩართვის შემდეგ გადავიფიქრეთ. არ მაღან სასწავლებელი დაამთავრე? დიახ ბატონო. ესე იგი ამ პროექტს შენ ჩაუდგები სათავეში. შედეგად დედაშენს უფრო მეტი თავისუფალი დრო დარჩება, ხომ ასეა? ამიტომ მინდოდა რომ ისიც ჩვენთან ერთად ყოფილიყო. ნეტავ ჩემთვისაც გეთქვა დედა. ბერილ ხანი მიმოვიდა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. გმადლობთ. ზაფერ ფეხლივანი. იზეთ ფექელი. მოხარული ვართ რომ გაგიცანით. მეც მოხარული ვარ. როგორც მოგახსენეთ, ის ინვესტორები, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებს დააფინანსებენ, მობრძანდით. ჩემი ვაჟი არ მაღანი. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გამარჯობა. Evime geldiğiniz için tekrar teşekkür გმადლობთ რომ მესტუმრეთ. Bu projenin hem ეს პროექტი ჩვენი ქალაქისთვის და ზარალებული ქალბატონებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. საუბარს აღარ გავაგრძელებ. სიტყვას გადავცემ ფონდი ფაქას იურისტს, ქალბატონ ბერილს. avukatı Berilan'ıma bırakmak istiyorum. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ფონდის დამფუძნებლისთვის ქალბატონები და ბავშვები მეტად პრიორიტეტულია. როცა პროექტს გავეცანით, მივხვდით, რომ ეს პროექტი სწორედ რომ ჩვენს კონცეფციას შეესაბამებოდა. ქალთა თავშესაფრები უნდა არსებობდეს. არც ერთი ქალი არ უნდა გახდეს იძულებული, რომ ცხოვრების აუტანელი პირობების გამო საკუთარ შვილებს მოწყდეს ან შვილები მიატოვოს. მაგრამ გუშინ ჩვენი ფონდის თავმჯდომარე ერთ-ერთ პიროვნებას შეხვდა, რომლის შემდეგაც ამ პროექტთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები გაგვიჩნდა. ეჭვს ბადებს ის ფაქტი, ამ პროექტს ზაფერ ჰანიმი რატომ ხელმძღვანელობს. ვერ გავიგე? თქვენს წარსულთან დაკავშირებით რაღაც გავიგეთ ზაფერ ჰანიმ. საინტერესოა, ჩემი წარსული ფაქას რატომ აინტერესებს.
პროექტი ეხება იმ ზრდასრულ ქალბატონებს, რომლებიც თავიანთ შვილებთან ერთად თავშესაფარს ეძებენ. ანუ იმ ქალებს, რომლებიც რაც არ უნდა მოხდეს, რა პირობებშიც არ უნდა ცხოვრობდნენ, თავიანთ შვილებს არ მიატოვებენ. ბერილ ხანი, ამ თემაზე შიგნით ვისაუბროთ. არა, უნდა ვისაუბროთ. ინვესტორებმაც უნდა გაიგონ. რის თქმას ვცდილობთ? იმის თქმას ვცდილობ, რომ რამდენად მართებულია ასეთ მნიშვნელოვან პროექტს უხელმძღვანელოს ქალმა, დედამ, რომელმაც წლების წინ საკუთარი შვილები ისე მიატოვა, რომ უკან არც კი მოუხედავს. ზაფერხანიმ, რაღაც უნდა გკითხოთ. თქვენ ამ ბავშვების მიმართ რამდენად გულახდილი ხართ? დედა, ეს რას ნიშნავს? არც თქვენ და არც ქალაქის მერმა ჩემი წარსულის შესახებ არაფერი იცით. ისიც არ ვიცი ასეთი სისულელებისგან მოისმინეთ. თქვენი ვაჟისგან. მე თქვენთვის არაფერი მithქვამს. თქვენ არა. დედა თქვენის უფროსი ვაჟისგან, რომელიც წლების წინ დედა თქვენმა მიატოვა. ის ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა. აი ისიც მოვიდა. აქ არის.